შეუძლებელია მასწავლებელმა შეგაყვაროს საგანი, რომელიც არ გიყვარს. აწიე ხელი თუ ამ მოსაზრებას არ ეთანხმები. ბარბარე და თინანო ანასტასიას წინააღმდეგ. თქვენი დავალებაა 120 წამში მიაღწიოთ შეთანხმებას. წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯებით. თუ საგნის მიმართ ბუნებრივი ინტერესი არ გაქვს, შეუძლებელია რომ მასწავლებელმა გაგიჩინოს ინტერესი მის მიმართ. შეიძლება მასწავლებელი გიყვარდეს, მაგრამ საგნის მიმართ სიყვარული მაინც სულ სხვაა და საბოლოოდ ვერავინ ვერ გამოიწვევს შენში, ვერც მასწავლებელი, ვერც მშობლები, ვერც მეგობრები. კი, მაგრამ მასწავლებელი გაცნობს გარეგან мотиваციას, როცა გაქმოლოდინი რომ გაკვეთილის პროცესში არ გიმოხდება, ან ისეთი ადამიანი დაგხვდება იქ, ვინც გიყვარს და შესაბამისად ეს мотиваციას გაძლევს, ეს არის გარეგანი мотиваცია. კი, გარეგანია, მაგრამ მაინც мотиваციაა. ანუ გიჩნდება სურვილი რომ საგანი ისწავლოთ, თუნდაც იმიტომ რომ მე მასწავლებელმა შეგაქოს და შენ ეს მასწავლებელი გიყვარს და ამიტომ მისი შექებაც გსიამოვნებს და ამ შექების გამო, ამ გარეგანი мотиваციის გამო შენც იწყებ ამ საკნის სწავლას. ხო, მაგრამ გარეგანი мотиваცია შინაგანი мотиваცია არ არის და შინაგანი мотиваცია ბევრად უფრო ძლიერი და მნიშვნელოვანია ვიდრე გარეგანი. თან საერთოდ мотиваცია სიყვარული არ არის. ანუ მე თუ მოტივირებული ვარ იმისთვის რომ რაღაც ვისწავლო, არ ნიშნავს რომ საგანი მიყვარს და მაინტერესებს. ანუ მაინც ვერ გავაიგივებთ ერთმანეთთან და საბოლოოდ შედეგი სიყვარული მაინც ვერ იქნება. ხო, მაგრამ მაგის გარდა მასწავლებელმა შეიძლება ისე განმოქცეს ის ინფორმაცია, რომ საერთოდ სხვანაირად შეხედო მაგ საკითხს. აი მაგალითად, ისეთი მეთოდები შემოიტანოს, როგორიც აქამდე საერთოდ არ შემოუტანია და საერთოდ სხვა წარმოდგენა შეგექმნება საგანზე. მით უმეტეს სიყვარულის ემოციური კავშირია და თუ მასწავლებლის მიმართ გიჩნდება სიყვარული, ავტომატურად მისი საგნის მიმართაც რაღაცნაირ ემოციას გამოიწვევს, დადებულს. ხო, მაგრამ ეგ სიყვარული წარმავალი იქნება და უბრალოდ მისი გაკვეთილი გაყვარება. სკოლას რომ დაამთავრება, ის მასწავლებელი რომ აღარ გასწავლის, საგნის მიმართაც გაქრება სიყვარული და საბოლოოდ მაინც აღარ დაგრჩება ის ინტერესი, რაც იქამდე თქონდა. ანუ შენ ფიქრობ რომ მასწავლებელმა შეიძლება შეგაყვაროს საგაკვეთილო პროცესი, მაგრამ არა თვითონ საგანი. კი, ზუსტად. არადგინეთ შეთანხმება. მასწავლებელმა შეიძლება შეგაყვაროს საგაკვეთილო პროცესი, მაგრამ არა თვითონ საგანი. შეთანხმება მიღწეულია.